გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთების შემსწავლელმა შერეულმა სამთავრობო კომისიამ დღეს მორიგის ხდომა გამართა. ხდომას ჩვენი კორესპონდენტი ნონა დიასამიძე ესწრებოდა, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ნონა, მიიღებს თუ არა კომისიის წევრებმა საბოლოო გადაწყვეტილება თუ როგორ მოხდება სადავოდ ქცეული მიწების საკითხის გადაწყვეტა? დიახ, გიორგი, დღეს შერეული სამთავრობო კომისიის ხდომა გაიმართა, რომელიც 3 საათს გაგრძელდა. კომისიას ხდომაზე 27 გვერდიანი დასკვნის პროექტი უნდა დაემტკიცებინა, თუმცა კომისიაზე გონიოს მოსახლეობის წარმომადგენელმა დასკვნაში ცვლილებები მოითხოვა. პროექტში წერია, რომ თითოეული განცხადება მიწის აღიარების კომისიამ ინდივიდუალურად უნდა განიხილოს. ნიას ფუტკარაძე კი ამ ხლის შეცვლას ითხოვს, რადგანაც თვლის, რომ ამ ფორმით განხილვები დიდ დროს მოითხოვს. ვერ გავერკვიეთ, მე მინდოდა რომ ეს ვცოდნოდა რომ ხალხი გველოდება, რომ აუხსნა ხალხს, რომ დაახლოებით ყველა იგი აი რა პერიოდი დაჭირდება ამას იქ, აღიარების კომისიამ უნდა გაიაროს, მერე კიდევ რაღაც არის, მერე ძეგლთა დაცვის სამინისტროს უნდა მიმართოს. აღარ გვინდა ჩვენ იქ ან გზაზე გავიდეთ, ან კიდევ ხელისუფლებასთან თავისი საქმე რაღაცა შევაწყოთ. ჩვენ გვინდა ზუსტი პასუხი. გაუგებრობა გამოიწვია იმად, რომ თავდაპირველად ხელისუფლებამ გონიოელებს მიცა პირობა, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ძალიან მოკლე დროში. მაგრამ ეხლა აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ამას ახლავს პროცედურა, რომელსაც სჭირდება გარკვეული, ესე იგი, დრო და ხალხს გონია, რომ კომისია ვერ მუშაობს და ხდება საკითხის გაჭიანურებას. მე დარწმუნებული ვარ, აი ხალხის ერთიანობით და ერთადგომით მოხდა იმდენი, რომ საბოლოო ჯამში პროცესი მიდის იქეთკენ, რომ მიწა უნდა მიიღოს ყველა იმ ოჯახმა, რომელსაც ეკუთვნის. ეს მართლაც ასე იქნება ბოლოს. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გონიოს მოსახლეობის წარმომადგენელს საკუთარი წინადადება წარმოედგინა წერილობით ორშაბათამდე. აქვე მას განუმარტეს, რომ შერეული სამთავრობო კომისია მიწის აღიარების კომისიის მუშაობაში ვერ ჩაერევა და ვერც განცხადებების განხილვის ვადებს განუსაზღვრავს. მეოთხე პუნქტის მესამე თავთან დაკავშირებით გადაიდოს ხდომა, რომელიც გულისხმობდა საკითხის ინდივიდუალურად განხილვას, რომელიც იყო წარმოდგენილი კომისიის დასკვნის პროექტში და იყო ერთ-ერთი წინადადება წარმოდგენილი, როცა მოითხოვდნენ, რომ საკითხი განხილულიყო კოლექტიურად. შესაბამისად, ეთხოვათ კომისიის საკუთარი პოზიციები წარმოადგინონ. ამასთან დაკავშირებით და ორშაბათს 4 საათზე ალბათ კიდევ ერთხელ შეიგროვება კომისია, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. კომისიის მუშაობაში ჩართულია სხვადასხვა წყების წარმომადგენელი, მათ შორის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც არიან, ასევე კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის აგენტოს წარმომადგენელიც, რომელიც კომისიის დასკვნის პროექტის ნაწილს არ ეთანხმება. ვფიქრობ, რომ კომისიამ ნაყოფიერად იმუშავა დასკვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება გონიო აბსაროსის მუზეუმ-ნაკრძალს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ძეგლს. აქ ჩვენი პოზიცია არის ოდნავ განსხვავებული. ჩვენთვის თავარია შეუნარჩუნდეს ძეგლის სტატუსი გონიო აბსაროსის ციხეს და მასზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთს. ვინაიდან რომ არა ეს გამოიწვევს და დაუცველს დატოვებს ციხეს და განადგურების საფრთხის წინაშე დადგება უძველესი ნაქარაქარი. სამთავრობო კომისიამ 17 აპრილის შემდეგ 479 პირის განცხადება განიხილა, საიდანაც დაასკვნა, რომ 306 ოჯახი საკუთრებას ფლობდა და საკუთრების მოწვევები გააუქმდა. 115 პირი კი წლების განმავლობაში მიწით მოსარგებლე იყო, 52 ოჯახი კი უმიწო კომლია. როგორც უკვე გითხარით, კომისია საბოლოო დასკვნას სავარაუდოდ ორშაბათს საღამოს 4 საათზე გამართულ ხდომაზე მიიღებს, რომლის შემდეგაც ის ქალაქის მერიას, აჭარის მთავრობას და სხვა ორგანოებს გადაეგზავნება.